მე ვარ მარი კორკოტაძე, შიშიმპირთა აქტივისტი და ასევე ვარ სამოქალაქო აქტივისტიც. 2014 წლიდან ესე აქტიურად ვარ ჩართული აქტივიზმში და ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ მე მყავს შეზღუდული შეძენის მქონე შვილი, რომელსაც აქვს აუტიზმი, ის ახლა 15 წლის არის. აუცილებელი იყო ჩემი შვილი გამეცნოს საზოგადოებისთვის, რადგანაც თუ საზოგადოება ვერ გაიცნობდა ჩემს შვილს, ვერასდროს ვერ გაიგებდა რა იყო აუტიზმი და როგორი იყო აუტისტი ადამიანი. შიშიმ ბავშვების უფლებებისთვის ვიბრძვი უკვე მრავალი წელია და სერვისების განვითარების კუთხით თუნდაც ის რომ მათ მიმართ დისკრიმინაცია ყოფილიყო აღმოფხრილი, ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია, რომელიც წარმატებით დასრულებულა და ვფიქრობ, რომ ეს არის ის რითიც შეიძლება რომ მე ვიამაყო. ჩემი შვილი ვერ წარმომიდგენია არა აუტისტი, ანუ ვერ წარმოვიდგენ, ანუ ესეთი მიყვარს, ძალიან მიყვარს და ეს არის ძალიან დიდი სტრესი, როდესაც შეხება ისეთ რამესთან, რაც შენთვის არის უცხო, უცნობი, მაგრამ გარდა ამისა, რომ თქვათ შენ გესაჭიროება ამ მოცემულობის მიღება, არის გარემო, რომელიც თითქმის არასდროს არ გიღებს და ასევე სახელმწიფო უწყებებს და სტრუქტურებს, რომლებიც მაინც და მაინც არ არიან ისე რომ ვთქვათ მობილიზებული იმისკენ, რომ ამ ადამიანებისთვის საჭირო სერვისების შექმნა. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრ ბარიერს გიქმნია, ძალიან ბევრი ბიუროკრატია, არის შემთხვევები, როდესაც გაბულინგებენ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, გექცევიან აგდებულად. სტრესის ფონზე დამეწყო შფოთვითი აშლილობა და არ ვიცი თითქმის 3 წელი ვიყავი იმის გამორკვევაში თუ რა იყო, რა მჭირდა, რა ხდებოდა ჩემს თავს. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში იმდენად დაუცველები არიან მშობლები, რომ არ არსებობს არანაირი დაწესებულება, არანაირი სერვისი, სადაც თქვათ აი ესეთ გადამწვარ მშობელს ვინმე გეტყვის, რომ შენ ეხლა თქვათ გული კი არ გაწუხებს და იმიტომ კი არ ხარ ესეთ ცუდად, შენ შფოთვები გაქვს, შფოთვითი აშლილობა გაქვს და მოდი ცოტა ხანი ან დაისვენე, ან თქვათ თერაპიაზე იარე, ან თქვათ მედიკამენტი მიეხმარე, რომ ამ მდგომარეობიდან როგორმე გამოხვიდე. მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მივხვდი იმას, რომ მე კიდე მჭირდებოდა რაღაც, რაც უფრო ეფექტურს გახდიდა ამ ჩემს საქმიანობას. და ეს რაღაც იყო ის, რომ მე არ მქონდა იურიდიული განათლება. 43 წლის ასაკში გავხდი სტუდენტი, სამართალმცოდნეობას ვსწავლობ. მინდა რომ სხვა მშობლებისთვისაც იყოს ეს ძალიან ესე ვთქვათ სამოტივაციო, იმიტომ რომ ამ ასაკში სტუდენტობა ყოფილა ყველაზე კარგი. მე მინდა ხელისუფლება, სადაც მექნება შესაძლებლობა რომ უბრალოდ ვიბრძოლო, მეტი არაფერი. და პროფესიას რომელსაც შევიძენ, ის უკვე მომცემს იმ შესაძლებლობას, რომ ეს ბრძოლა უფრო ეფექტური გავხადო და ნაკლებად სტრესული.